ქართულმა ოცნებამ უკვე მეორე მოსმენით მიიღო და რამდენიმე საათში მესამე მოსმენით დაამტკიცებს უკვე საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც უკვე არის გამოხმაურების საგანი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ამას ეხმაურებიან არა რიგითი ევროპელი პოლიტიკოსები, არამედ გაფართოების საკითხში ევროკომისარი, რომელსაც ბუნებრივი აქვს დიდი წონა და გავლენა და შესაბამისად ის ამბობს, რომ საგანგაშოა მდგომარეობა, რომელიც ახლა ქვეყანაშია და მოვლენები, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვითარდება. თუმცა მარტა კოსი სწორედ ამ კანონპროექტებზე ამახვილებს ყურადღებას. ევროპელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ამ კანონებით ქართული ოცნება ძირს უთხრის ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს და შესაბამისად ზღუდავს მოქალაქეთა თავისუფლებას და მოუწოდებს ის ქართულ ოცნებას, რომ დაუბრუნდეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და პატივისცეს დემოკრატიულ პრინციპებს. ბოლო დროინდელი მოვლენები საქართველოში საგანგაშოა. ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ უფრო მეტად ძირს გამოუთხრის მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივისცეს საქართველოს მოქალაქეების ნებას, შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. ბუნებრივია ჩვენ კითხვა დავუსვით ქართული ოცნების წარმომადგენლობას. ზოგადად ისინი ითვალისწინებენ თუ არა მარტა კოსის გზავნილებს ან რომელიმე ევროპელი თუ დასავლელი პარტნიორის გზავნილებს, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველ ასეთ განცხადებაზე, მწვავე კრიტიკაზე არსებობს მოლოდინი, რომ ქართული ოცნება ყოველ ჯერზე გვეტყვის, რომ ეს უსამართლოა და ახლაც ასე მოხდა პრინციპში, როცა მარტა კოსის შესახებ დავსვით კითხვა, ოცნების დეპუტატები გვეუბნებიან, რომ უსამართლოა კრიტიკა, უსამართლოა და უსაფუძვლოა განცხადება, რომელიც გაკეთებულია საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, რადგან ის არ ზღუდავს შეკრების და მანიფესტაციის უფლებებს. ამას გვარწმუნებდა ცოტა ხნის წინ ლევან მაჭავარიანი. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ დიქტატურა სწორედ ასე გამოიყურება, რა ფორმითაც ცდილობს მის დამყარებას ქართული ოცნება, ასეთია კანონებიც და ბუნებრივია ის ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ევროკომისარი გაფართოების საკითხებში პირდაპირ აკეთებს განცხადებას, რომ ქართულმა ოცნებამ შეცვალა საგარეო კურსი, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა და საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის ნების უგულებელყოფა და მოუწოდებს დაბრუნდეს საგარეო კურსზე, რაც გულისხმობს ევროინტეგრაციის პროცესს. ერთადერთი არჩევანი ბიძინა ივანიშვილს აქვს, რომ დათმოს ხელისუფლება და ჩანიშნოს ახალი არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს საქართველოს მოქალაქეების სრულ უმრავლესობასთან დაპირისპირება, რა ბრძოლასაც და ომსაც ვერ მოიგებს. საერთაშორისო არაღიარების პირობებში ბიძინა ივანიშვილი დარჩება რიგით პატარა მარიონეტად, რომელსაც ბევრად მეტი ფასის გადახდა მოუწევს თუ არ ჩანიშნავს ახალ არჩევნებს და არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს. ძალიან მძიმე შეიძლება დადგეს ფასი, რომელიც შეიძლება ქვეყანამ გადაიხადოს ამ კანონების გამო, მათ შორის ის, რომ ჩვენ ყველა ის ბენეფიტი და ყველა სარგებელი, რაც ევროკავშირთან გვაქვს, შეიძლება დავკარგოთ. მათ შორის ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უბიზო მიმოსვლა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ სრულიად შეუთავსებელი ხდება არა თუ კანდიდატი ან წევრისთვის ეს კანონები, რომელსაც იღებს ქვეყანა, არამედ უკვე ასოცირებული ქვეყნისთვისაც კი შეუთავსებელია და შეიძლება სრულიად მოწყდეს საქართველოს ევროკავშირთან იმ კავშირებს, რომელიც აქამდე ჰქონდა, რომელიც არ იყო ძალიან მყარი, მაგრამ დღეს შეიძლება ესენიც კი დავკარგოთ. ბევრი უსამართლო ბრალდება და უსამართლო განცხადება მოვისმინეთ ევროპელი მაღალჩინოსნებისგან. ასეთი ტიპის ბრალდებებს ვისმენთ, რომლის უკანაც არანაირი მტკიცებულება და ფაქტი არ დევს, ხო? ნუ უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი არის დეზინფორმაცია და რა თქმა უნდა ძალიან გულდასაწყვეტია. რაც უფრო მეტ კითხვას ვსვამთ დეპუტატებთან რეპრესიულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, იმდენჯერ გვეუბნებიან ისინი, რომ თუ კი ვინმეს გააჩნია უკმაყოფილება ამ თემაზე, მათ შეუძლიათ ესაუბრონ და ილაპარაკონ ამ თემაზე. თუმცა ფაქტი არის ერთი, რომ ორ დღეში მიიღო საკმაოდ ბევრი ცვლილება ქართულმა ოცნებამ და საინტერესო ასევე ის არის მოასწრო თუ არა ყველა დეპუტატმა ამ კანონმდებლობის წაკითხვა და გაცნობა, ისე რომ ვიდრე დაუჭერდა მას მხარს კენჭისყრის პროცესში და შესაბამისად არასხივებს ქართული ოცნება мотивაციას, რომ მას სურს დეტალური განხილვა ამ რეპრესიული კანონებისა. გარდა ამისა, ისინი გვეუბნებიან, რომ თუ კი ვინმეს კითხვები აქვს და ვინმეს უკმაყოფილება აქვს, შეუძლია უჩივლოს მათ საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა ამის მოლოდინი ბუნებრივია არავის აქვს ქვეყანაში.